გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BB Wilds. ტაისონთან ერთად ვარ ტყეში და მივდივარ ხეზე ჩამოკიდებულ თავშესაფარში, რომელიც გავაკეთე ზაფხულში. უწვიმია როგორც ჩანს, სანამ მოვედი, დილა არის. ისიც როგორი ამინდია, გაზაფხულის ამისგო. ახასხასებულია ყველაფერი და ნაწვიმი რო აქვს. 15 წუთიან მოვდივარ, ახლა დავიწყე ჩაწერა. იარაღიც არ დამიშვედეს იმედად. სუსველია ბალახით. Tyson. არაფერი მოსვლია ისეთი, არც არაფერი მოვიდოდა ჩემი აზრით ისედაც, იმიტომ რომ პარაკორდის თოკები ძალიან გამძლეა რა. აქ რავი, რამდენიმე ადამიანი რო იჯდეს. სულ რაღაც დიდი წონა ვედა და მაინც იქნება. ერთი ეს არის მოშვებული და დავჭიმო. ეს არის მოშვებული. რითი გამოვუწვინო. ვიქტორა დამეხმარება. Tyson ნუთხრი რა, მე ძალიან ტალახიანი ხდები და დაიკიდი არ გინდა. აქ მაგრამ მინდა ზამთარში რომ მოვიდე ერთხელ და დავრჩე. ჩემი აზრით მაგარი იქნება. ასე ტენტი რო დავამაგრო, ისე რომ უკანა მხარეც დაფარული იყოს, ან ისე თუ გავაკეთო, სულ დავფარო, თლად კარგი. აქ დაიდება ძირსაგები, საძილე ტომარა. ჩემი აზრით მაგარი იქნება. ერთი ცოტა ის იქნება რთული, აი ტაისონი შეიძლება არ გაჩერდეს ზემოთ რა, ან წამდაუწმ ჩამოსვლა რო უნდოდეს. მაგ თემაში რთულია, მაშინ მეც უნდა ავდგი ჩამოვიდე, ავიდე კიდე. შეიძლება საერთოდ არ წამოვიყვანო. მაგრამ ისე ძალიან მაგარი იქნება, წარმოიდგინეთ. გარშემო მაგარი ყინვა, თოვლი და მე აქ ჰაერში გამოკიდებული სიცივეში. 100%-იანი გავაკეთებ მაგას. ალბათ მაგარ თოვლში რა, ნახოთ ჩვენთან ზამთარი ცოტა გვიან იცის ხოლმე. წელს არ მგონია ისე. აი 2025 წელს არ მგონია, უფრო მგონია რომ 26-ის დასაწყისში იქნება კაი თოვლიანობა. მგონი წვიმას იწყებს. მეგობრებო, ისე დაწერეთ კომენტარებში, ამ ადგილთან დაკავშირებით რამე იდეები თუ გაქვთ, თუ შევძლებთ მე გავითვალისწინებ და გავაკეთებ. ჯერჯერობით მე ამ ადგილთან დაკავშირებით ისეთი იდეები არ მაქვს. რაღაც რო შემატო რა. ხო იდეა ჯერ ისეთი არ მომდის. შეშის მოპოვების დროა. ისე ჯერჯერობით ჩემ ბივერკრაცის მაჩეტე კუკრი ისე სერიოზულად არ გამომიყენებია და დღეს გამოვიყენებ. ამათი ნაჯახით წამოვიღე, მაგრამ ვიფიქრე უფრო კუკრის გამოვიყენებ თქო რა. მინდა რომ კარგად გავტესტო. იმიტომ რომ ახალი ნივთები უნდა გამომიგზავნო ცოტა ხანში. და მანამდე შევაფასო. და ისე ვისაც გენდოვებათ ბივერკრაცის იარაღები, დანები, ნაჯახები, მაჩეტე, ხისათლელები, ამ ვიდეოს ქვემოთ აღწერაში იქნება BB-Crafts-ის ლინკი, BB Wilds-ის პრომოკოდით, რაღაც ფასდაკლებას აკეთებს თვითონ საიტი. ერთმა გამომწერმა უკვე რამდენიმე იარაღი შეიძინა და მაყოფილია. კაი, წავედი შეშაზე. ვეძებ რაიმე კარგ ხმელ ხეს და ვერაფერს ხედავ, სულ ყველა ხე თითქოს ძაღია. ბოთლი გდია. ნაგავი რო სადმე არ ნახო, უკვე შანსი არაა რა. სამწუხაროდ. ას მე წავიღებ ან დავწყო.
თითქმის ყველგან სადაც არ უნდა წახვიდეთ, ნაგავი დაგხვდება კაცს. შინდი გაეძრა. რა ტყუილია. ბევრი შინდის ხი აქ ისი აქ რასაც დავაკვირდი. ესენი ძირიანად ვეამოდის. ჩეხვით კარგად შეხა, ზოგადად ნუ მაჩეტე, ესე საჩეხი მაინც არ არის. სქელი მეებზე. მაგრამ აკეთებს მაგ საქმეს. როდინდელ ბოთლებს პოულობ ნახეთ. ძალიან ძველია უკვე ისიც აღარ ეტყობა. ზედრა ეწერა. ერთი ვარაუდი ის არის, რომ ნახეთ ძალიან ძველი მოჭრილი ხეები, ალბათ შეიძლება ამ ხეების მოჭრის დროს ძალიან პატარა ყოფილიყავი, ან შეიძლება დაბადებულიც არ ყოფილიყავი რა. ეს არის ძალიან ძველი მოჭრილი. უფრო ძველებიც ნახე. ხო და აი ძველად ხალხი შეშაზე რო დადიოდა, იმ დროინდელია. აი იქაც ნახეთ როგორი ძველი კუნძია. არისვენებს დაისვანი. თამაში უნდა. გაისო. უკვე ამოლაფური რო ხარ ხვდები? აჰა. როცა ნაწვიმია და შეშა არის სველი, თავიდან გამოიყენეთ აი ასეთი წვრილი ტოტები. ესენი მშრალებია. წვრილია ზოგადად უფრო მალე ჩრება. ცეცხლიც მარტივად მოეკიდება. და მერე სხვა ტოტებსაც მარტივად გადაუვა აქედან ცეცხლი. სხვა უკვე სველ ტოტებს. აი მარტივად უნდა ტყდებოდეს რა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე გამომშრალია, ნახეთ? იმიტომ რომ როდესაც კოცონის დანთებას იწყება არასწორად, ბევრად დიდ დროს მოითხოვს მეტ ენერგიას და შეიძლება ცეცხლი ვერც დაანთო. ასე მარტივად თავიდანვე გარანტირებული გაქვს კოცონი, რაც არ უნდა სველ ტყეში იყო და რაც არ უნდა წვიმდეს ან თოვდეს. ახლა ნახავთ. გამოვიყენებ მე ვაზელინის ბურთულას. ამაზე სულ მიწერთ ხოლმე კომენტარებში. შორთიც მიდევს ვაზელინის ბურთულის გაკეთების. ვინც იცით გადაახვიეთ უბრალოდ. მოკლედ ბამბას იღებ, აი ესე შლი, თითით იღებ ვაზელინის, ჩადებ, მერე ხელით ასე იზამ, всё ეგ არის. ერთი ვარიანტია რომ ვაზელინი გადაადუღო, დაადნო რა, მე ჭურჭრით და მერე ჩააგდო შიგნი ბამბა, მაგრამ მე ეს ვარიანტი მირჩევნია, უფრო კარგად გამოსაყენებელია და რავი, კარგადაც იწვის. ასანთებადაც უფრო მარტივი არის, ვიდრე ის მეთოდი, რაც ახლა გითხარით. ორივე მიცდია და ეს ბევრად ამარტივებს მაგ საქმეს. აი ჩავიდა ალი ვაზელინამდე და მერე უკვე კარგად იწვის. თავიდან ბამბა რაც არის ცოტა მშრალი, ის უცებ დაიწვება. ეს წვრილები ესე სუბუქად შემოულაგეთ, ჟანგბადი რომ მიეწოდებოდეს და რო ცეცხლისთვის მნიშვნელოვანია. და ეგ არის აინთება.
ვერ ნენელა ზრდით უკვე ჯოხის ზომას. ამდენი წელია იუთუბერი ვარ და აქამდე თითქოს არ მithkoms და ახლა მომაფიქრდა. ბევრმა იცის ცეცხლის დანთება, მაგრამ ბევრმაც არ იცის. ოდესღაც მეც არ ვიცოდი და ძალიან ვწვალობდი ხოლმე. დიდ დროს მოითხოვდა. ესეთ ყვილა ვიყავი დაკუზული და უბერავდი, როცა არასწორად ვანთებდი რა. ნენელა აგანიერებ ზრდი ჯოხის ზომას. ერთი მხარე ცოტა ღია უნდა ქონდეს ჰაერის თემაში. და ეგ არის მოკლედ რა, ცეცხლიანითო. აი რაც არ უნდა ძლიერი წვიმა იყოს და რა მაგარი როგორ სველიც არ უნდა იყოს ტყე, ეს მეთოდი მაინც გამოგადგებათ. შანსი არაა, რომ სწორი მიდგომით ცეცხლი ვერ დაანთო. ნებისმიერ ამინჩი. აი ძალიან წვრილი ტოტების მერე ოდნავ გაამსხვილეთ. არ აუცილებელი მერე ეგრევე დიდები დააწყოს რა. ესენი უკვე სველი არის, რასაც ვაწყობ. შიგნიდან არ არის ძალიან სველი, მაგრამ გარედან არის. ეხლა უკვე შეგვიძლია უფრო მსხვილები დავალაგოთ და ასე. ამასაც რომ მოეკიდება უფრო მსხვილები და ეგ არის. მოკლედ მეგობრებო, ეგრე მარტივია წვიმიან ამინჩი, გინთოვლიან ამინჩი, სველი შეშით ცეცხლის დანთება. ესე ცოტა თუ დაიკლებს ალი ეგ არაფერი, ისევ შეუბერავ, იმიტომ რომ რო შრება იცის ესე გაჩერება. აი მეგობრებო, რეალურად რა მარტივი არის ნებისმიერ ამინჩი ცეცხლის დანთება. უბრალოდ, როცა თავიდან არ ვიცით, ყოველთვის არასწორად ვაკეთებთ ხოლმე. ესე პატარ-პატარა დეტალები რამე თუ გაინტერესებთ, კომენტარებში დაწერეთ ხოლმე და ყველა ვიდეოში მე თანდათან გავუშვებ სხვადასხვა რაღაცებს, რაც ისეთი მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ტყეში ცეცხლის დანთება ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, 5 ეულში შედის. ცოტა პატარა ნასვრეტები გავუკეთო. დასერვის ნაცვლად გონი ასე იყოს, ახლა ჯობია. სვანურ მარილს გავუკეთებ. აჯიკაია სვანური მარილი მაქვს წამოღებული. დანარჩენს უკვე შეწვის დროს გავუკეთებ ქონდარს, იმიტომ რომ ქონდარი ზოგადად ხორცს უხდება. მე მაგრად მიყვარს. აჰა. ესე უკვე იდეალურია. ზეითუნის ზეთი და გახურდება და ეგ არის, გავუშვებ სტეიქს.
ახლა მომზადდება ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდეგ მისაღების საუკეთესო საჭმელი. კვერცხი, სტეიკი, ან ზეითუნის ზეთში არაფერი მავნი აქ არ იქნება. აი განა ვარჯიშის გამო ან რაღაც რამის გამო. უბრალოდ რამდენიმე თვის წინ ჩემთვის დავფიქრდი და ვიფიქრე, რომ კი კარგია გემრიელი საჭმელი, რაც ისეთია, რაც იცის ადამიანმა რომ ცუდია, მაგრამ ადამიანს ძალიან მოსწონს. რა იყო და ის? რას მიაშტერდი? კი კარგია რა, მაგრამ რო დავფიქრდი, ჯანმრთელობა ბევრად უკეთესია. შეიძლება მთელი ცხოვრება ცუდ ვჭამდეთ და დიდხანს ვიცოცხლოთ. მაგრამ დიდხანს სიცოცხლე ხო ჯანმრთელობას არ ნიშნავს. შეიძლება ცოტა ხანი იცოცხლო, მაგრამ ძალიან ჯანმრთელი იყო და არაფერი გაწუხებდეს. მოკლედ რო დავფიქრდი ესე ჩემ თავში, მირჩევნია ჩემ თავს ბოლომდე მივხედო და ვიკვებო მხოლოდ ჯანსაღით. ვიდრე ვჭამო რაღაც მავნე და დავაზარალო ჩემი ორგანიზმი. როგორც ჩემს მანქანას ყვები ზედ, კარგ საწვავს ვასხავ, კარგ ზედს, სულ ორიგინალ ნაწილებს ყიდულობ, იმიტომ რომ კარგად მემსახუროს, ჩემი აზრით ადამიანიც თავის თავზე ეგრე უნდა ფიქრობდეს რა. სწორედ მაგიტომ უკვე რამდენიმე თვეა სრულიად ჯანსაღკვებაზე გადავედი, არაფერი ისეთ მავნეს არ ვჭამ, არ ვიღებ მცენარეულ ზეთებს, მაგალითად ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი მცენარეული ზეთია, რომელიც სასარგებლოა, მავნე არ არის. სწრაფი კვების ობიექტებში საჭმელს არასდროს არ ვჭამდი. ალბათ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ისიც მეგობრებთან ერთად. მაგრამ სადღაც წელიწად ნახევარია ეგეთ რაღაცას არ გავყარები ვარ. გაზიან სასმელს არ ვსვავ. ტკბილეულს უკვე ნაკლებად ვჭამ მეგობრებო, ადრე ტკბილეული ძალიან მიყვარდა, შემეძლო სულ ტკბილეული მეჭამა. შაქარსაც ბევრს ვიყრიდი ხოლმე, ახლა ეგრე აღარ ვარ. სხვა ისეთი რავი რა გითხრათ, არაფერი არ არის ესეთი ჩემი კვების რაციონში ყოველდღიურად, რაც მავნეა. აი საერთოდ არაფერი არ არის ეგეთი. მაიონეზსაც არ ვჭამ, არც კეჩუპს არ ვჭამ, არაფერი მსგავს. მხოლოდ ხორცეული, ძირითადად საქონელი და ქათამი, ზღვის პროდუქტები, რძის ნაწარმი, ყველაფერი მიყვარს. რძიდან დაწყებული, სხვა რაღაცებით დამთავრებული ყველაფერს ვჭამ. გონია გეწვიმაც წამოვიდა. ხო და კვერცხი არის ჩემი განუყოფელი ნაწილი. ოთხშაბათი, პარასკევი, მარხვის დღეების გარდა დღეში 5 კვერცხს მაინც ვჭამ რა. და ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი თავსული და შეძლებს დაგვარად ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე შეძლებს დაგვარად ჯანსაღად იკვებები, ჩემი აზრით მაგარი არის და ისევ ჩვენს თავზე და ჩვენს მომავალზე აისახება. სანამდეც არ უნდა გვაცოცხლოს ღმერთმა. კაი გამოვიდა. სტეიქსაც ვეძახით ხოლმე, წითელი როა, ეგეთი არ არის ოღონდ. ამას ინგლისურად ეძახიან mediums, საშუალოს. ასეთი გამოვიდა ჩემი დღევანდელი საკვები. აქ დავამატე აჯიკაიას ნიგვზიანი აჯიკა. აი ეს. ერთ-ერთი ფავორიტია აჯიკაიას აჯიკებიდან. ხორცი კაი გამოვიდა, რბილია. ეს შენ ტაისო. ეს აჯიკა ყველაფერს ასმაგად გემრიელს ხდის რა. დაიწყო ამან ხეზე ასვლა. ტაისონ, მაგ ხეზე ვინ ცხოვრობს, რო არ შეარჩინი არაფერი ამდენი ხანია. მიდი ახტე, მიდი. ტაისონ, შე რო გიყურებ გონია, რომ ჩემი თავი ხარ როგორც ძაღლი ვერსია. ისე მეგობრებო, ვინც იცით და ვინც არ იცით კიდე გეტყვით, რომ ზოგადად ძაღლი ემგონება პატრონს. თანაც ყველაფერში. ტაისონი მართლა მემგო.
ჩემსავით ინტერესიანია და იმაზე კი არ ფიქრობს მე რა შეიძლება მოყვეს ასე ცოცოს. უბრალოდ დაინტერესებს და უნდა იქასო. ნა, ეს კონტურნის რომ მიყვანეო. კარგი ბიჭი ხარ, თავარია, ხვადი ხარ და აისონ და რაღა გინდა ზემოთ. მოდი ჩემთან. მოდი. აი, ადი გაერთობი. როგორ წუნტუნეს ამ დროს, მაგრამ ეცოდება. მიდი და მოგაწვევი, მიდი ადი. მიდი. მეტი ზემოთ ვეღარ ახვალ ფიზიკურად. აგიყვანდი, მაგრამ საშიშია რომ ჩამოვარდე. არ გინდა ტაისონ, მაგარი ბიჭი ხარ. უკვე წარმომიდგენია რა კაი იქნება ზამთარში აქ. იქი თოვლი რო იდება. ვაკაც მანა ესე კაი ხედი რომ იქნება. უბრალოდ ზამთარში რომ მოვალ. თოვლში. ყოველ შემთხვევაში თოკებს წამოვიღებ კიდევ. ერთი დამატებითი რო გადავატარო ორივე მხარეს. აი დარჩენის მომენტში. იმიტომ რომ შეიძლება იქამდე წვიმაში, ამაში მაინც რა იცი რა ხდება, მოწდეს რა. და იმის საშიშროება იყოს, რომ მე შუა ძილში უცებ ჩამიწდეს, რაც საშიშია. ამიტომ ეგ რო გამოვრიცხო, ეგრე გავაკეთებ. უკვე კაი ხედი მაქვს, აი ეს ცენტრა. თქვენც მეგობრებო კომენტარებში დაწერეთ იდეები ზამთართან დაკავშირებით, აქ დარჩენასთან დაკავშირებით. რა იდეა გაქვთ? ნუ მე ყოველ შემთხვევაში ასე დაფენილი მექნება ძირსაგები, საძილე ტომარა, ტენტი, თოვლის და ქარის თემაში, სხვა არ ვიცი. თქვენ დაწერეთ კომენტარებში რამე იდეა თუ გექნებათ. რამეს თუ დაამატებდით. ის რაც აკეთებს ერთი. ავედი მეგობრებო სახლისაკენ. ისე სანამ ვინმე დაწერს ოდესმე კომენტარებში, აქვე მინდა გითხრათ, რომ აი იარაღის ასე ხელით ტარებასთან დაკავშირებით. იარაღის რემენი ვიყიდე. მაგრამ რატომღაც ვერ მოვირგე. აი ჩანთის გარეშე რომ მივდიოდე, ესე გადაკიდებული რომ ექნებოდა, ეგ კარგი იქნებოდა, მაგრამ აი ჩანთით რო ვარ და წინ ცალკე იარაღი მაქვს გადაკიდებული, თითქოს არ მომწოს. არაკომფორტულად გრძნობ თავს რა. თორეც წეში ვარ ხოლმე გამოსული, ან ხელით მიყავია. ასე ლულა ქვემოთ მიმართული და ეგრე მიჭირავს. ან კიდე ჩანთაზე ზემოდან ახლა სადაც სტატივია დაყენებული, მან დავყენებ ხოლმე. თქვენას მიჩვევთ, აბა. თითქოს მე ესენი უფრო მეკომფორტულა. ეს რემენი როგორც ვიყიდე, ისე მიდევს. არ გამომიყენებია საერთოდ. მეგობრებო, მიაქედან დაგემშვიდობებით, ვისაც ეს ვიდეო მოგეწონათ. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. თუ გინდათ არხის გამოიწერეთ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად თქვენ უყურებთ BBR Whites.